ლენინგრადიდან ჩამოვედით რაღაცა გქონდა მაღაზი გავყიდეთ და ფული გვაქვს და გვინდა სადმე ჩავდოთ ეს ფული აგერ მოდიო შაჟ ფაბრიკა მუშაობსო კიდევ სხვა რაღაცები გავაკეთებდო და ვენდე და მივეცი კოვალიებს ჩემი და მეორე ამხანაგის ფული ერთად რამდენი იყო ეს ოდენობა ამ 100,000 ორი კაცის ეს ფაბრიკა სულ მუშაობდა დღე-დღე მერე მაშინები მოვიყვანოდო მერე მაშინა იყიდეს მოსაყვანი ის ვაგონია თუ რა არის მაგი ერთჯერ მოიყვანეს მეორეჯერ მოიყვანეს მესამეჯერ მოიყვანეს მე არაფერი ყურადღება მაგრამ ბოლოს მომცემენ მეთქი ფიქრობდი ასე ხოდა ეს არაფერი მერე ალიკა მეონება ის ანტენები შევიძინოთო $20,000 უნდა სატელიტურ ანტენები ასაუბრეთ დიახ სატელიტი რა ქვია მაგას ის ანტენები ხოდა მივეცი 20,000 მოგცემო ყოველ თვე 20,000 2,000 კი არა ერთი კაპეკი თუ მოუწია მაშინ ხვერს ფიცავარ ერთი კაპეკი ან აქეთ ან იქით ხოდა მერე გრიშაც მოგდა მერე ეს ამბავი რა ვიცი ახლა ყოველთვის მოგცემ მატყუე ეს ანაგლია ჩემიაო ეს აეროპორტი ჩემიაო ეს ოგრედით ბანკის ვერდით მიწა რომ არის იმას ყიდიო ჩემიაო რომ გავყიდიო სადმე იმას შენ მოგცემო მეორე დღეს არ შევჭამ სირცხვის არ ჭამო შენთანო შენ იმისნებადი მეცითო ჩვენო ხოდა არაფერი არ მინახავს ანაკლიაში რა არის კონკრეტული რა თუ რა ამსარა მიწები მაქსო იგო ანაკლია ჩემიო ახლა ბიზნესმენები მოვაო და დაიწყებენო მუშაობასა და რა ვიცი ახლა მან კონკრეტულად არ მეთქვამს რა იყო ამის და რა ამას გეუბნებოდათ როდის როცა გამგებელი იყო ხო არ დავარაგო რამე სედმეც რაც მოგეცი ის ფული მომეცი მეუდგარ ანდა დაიფიცე ხატთან ეკლესიასთან შენ მართლა თუ არ მართებ ჩემი ფული დაიფიცე მეუდგარ არაფერს დამტოვებს ჩემი ადგილზე და წავა ნოლ ნიმანიას მიკეთებს რახან ეს განიზრახე და მეტის საშველი არ არის ყურადღებას არ მაქცევს კაცი კვდები მეტის საშველი არ მაქვს თუ რამე გამომივიდა პროკურატურიდან ან აქეთ არ დანდა წავალდა ბოლო წერტილია მივალ და იქ მაინც კვდები მე მეორე ხის არ მაქვს ხოდა იქ მოვიკლავ თავს ის თელეგრამი ჩართული გაქვს მერე ხანდის რა გავა